მადლობა რომ მონაწილეობთ დღევანდელ ეთერში. აი ჩვენ ნახა ჩვენმა მაყურებელმა ის ძირითადი გზავნილების ფრაგმენტი, რომელიც ჰქონდა დღეს ირაკლი კობახიძეს და აი აქედან რა ტიპის დასკვნის გაკეთება არის შესაძლებელი. როგორ ფიქრობთ, ანუ კობახიძე წარმოაჩენს ვითარებას ისე რომ მას არავინ ელაპარაკება, მაშინ როდესაც ამ პროცესს წინ ბევრი საკითხი უძღოდა, ხო? ვიცით როგორ განვითარდა მოვლენები, რაზე ითქვა უარი რის შესრულებაზე და ასე შემდეგ, ხო? ეს რაღაც სიახლედ იყო თითქოს წარმოჩენილი, რომ აი არ გველაპარაკებიან და დიალოგი საჭიროა. რა არის აუცილებელი სრული სურათის აღსაწერად ითქვა ამ პროცესში, როდესაც დღეს კობახიძე დიალოგის დეფიციტზე ლაპარაკობს. მოგესალმებით, მესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, რავი, თავის თავს ელაპარაკება რეალურად უკვე თვეებია. მას არავინ არ ელაპარაკება, ის ითხოვს საუბარს. ის შესაძლებლობა, რომელიც მიცა პრეზიდენტმა მაკრონმა იმ დემოკრატიების სამიდან, როდესაც სამიზე როცა იყო შეკრება და მასთან ძალიან ხანმოკლე საუბარი გაიმართა, სწორედ საუბარია ზუსტად იგივე თემებზე, რომ არის კონკრეტული ჩამონათვალი, რომელსაც ევროკავშირი ელის საქართველოსთან პასუხს, რას აპირებს, როგორ აპირებს, იმისთვის რომ ქვეყანამ გააგრძელოს გზა ევროკავშირისკენ, მოლაპარაკებები გაიხსნას, როგორც მოლდოვას, და ეხლა უკვე სომხეთმაც კი გაგვისტრო, უნდა მიულოცოს საქართველოს მოსახლეობას და შესაბამისად ჩვენ გვესმის აი ეს სამხრივი რაღაც პროპაგანდა, მონოლოგი და მათ შორის ის მოთხოვნა თუ რაც ქვია ბრიუსელში ჩასვლის და დამელაპარაკონ, ეს არაერთი მცდელობა იყო დალაპარაკების და მიაჩნია თუ არაადეკვატური ეს ადამიანი. არაადეკვატურია ქართული ოცნება იმ მოთხოვნებში, რომელიც უბრალოდ გამოგონილია, კაცი ხალი არ იყოს, იმიტომ რომ საერთო ჯამში ყველა ევროპულ ღირებულებები არის ტრადიციული ღირებულები, ქრისტიანული ღირებულებები და ეს ძალიან კარგად იციან ევროპაში და მას არაფრის მტკიცება არ ჭირდება. აქ არის ძირითად ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებთან დაკავშირებით საუბარი იმ დემოკრატიულ ხარისხის გაუმჯობესებასთან, სასამართლო სისტემასთან გაუმჯობესება და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და სხვა ჩამონათვალი, რომელიც ქართულმა ოცნებამ თვითონ აიღო ვალდებულებები, თქვა რომ ის აპირებდა ამის გაკეთებას, მაგრამ ბოლოში, როდესაც ფაქტიურად გეოპოლიტიკური, ესე ვთქვათ, გემოვნება შეიცვალეს, ყოველ საბაბს ეძებენ ხან ევროკავშირთან, ხან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ არ შეასრულონ ეს ვალდებულებები ქვეყანამ, არა კონკრეტულმა პრემიერ-მინისტრმა იქნება თუ ქართულმა ოცნებამ, აიღო იმისთვის, რომ საქართველო გამხდარიყო ევროპის და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, რა ფორმით და რა შინაარსით, იმის მიხედვით, რა არის შესაძლებელი, რაც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი კიდევ ერთხელ დასტურდება ყველა კვლევით, რომ უნდა. აი ეს არის რეალურად პრობლემა. საქართველოს ყავს მთავრობა, რომელიც არ გამოხატავს მის თავარ კონსტიტუციურ მოთხოვნას 78 მუხს, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და მას მიაჩნია, რომ ყველაფერი გაზრდის, რასაც უნდა იმას ამბობს, ცალსახად იტყუება ყველაფერს და მიაჩნია, რომ აი ჟურნალისტთან ეს პინგ-პონგის თამაში მისი ამურჩევლისთვის, რომელიც დარწმუნებულია, რომ მცირდება იმის მიხედვით, რომ ახლა მეტუმეტის ვიზარიზაციის შეჩერების პროცესი თუ დაიწყო, უბრალოდ რჩებიან ძალიან მცირე რიცხოვანი ხარდაჭერების ფონზე, მაგრამ თავს მოხვეული ძალაუფლებით, რომელიც უბრალოდ მათ მიაქვს ძალაუფლება, ის არჩევნებში არ იგებს ძალაუფლებას, ის უბრალოდ იპარავს ამ ძალაუფლებას, რაც დაგვანახა 2024 წლის არჩევნებში. Pano, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, აი როგორ ფიქრობთ, რატომ ალაპარაკდა ისევ კობახიძე და შემდეგ სხვა თემაზეც მინდა დაგისვათ კითხვა, მათ შორის ოცნებაში არსებულ ვითარებაზე და იქ ბაჩიაშვილის საქმე და ასე შემდეგ. ანუ კობახიძე რატომ ალაპარაკდა ისევ გლობალური ომის პარტიასა და საქართველოში? ნაყოფილი არ აქვს სასაუბრო. აი მითხარი, აბა მითხარი, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ წინა დღეებში მამუკამ დინარაძე იმედის ეთერში ამბობდა, რომ აღარ არისო ეს მოთხოვნა და ეს სიტუაცია მოკლედ წარსულს ჩაბარებულად გამოცხადდა ფაქტიურად, ხო? ფრონტის ამბავი. ხო იცვლიან. რაღაც ორი დღის წინ ამბობენ, ხო, ერთ დღეს ამბობენ, ხვალ მეორეს ამბობენ, იმის მიხედვით მათი პროპაგანდისტები, ესენიც ხო ძევლები არიან რეალურად იმ მესეჯ ბოქსით, რომელიც იწერება და რომელიც პერიოდულად ეს იხვეწება და პერიოდულად გამოდის აი ამ ტვინის სარეცხაოდ, იმიტომ რომ
რეალურად თუ დააკვირდებით 2017 წელს როცა იყო საუბარი და თვითონ ირაკლი კობახიძე ამ ვიზა ლიბერალიზაციას ევროპასთან დაახლოებას მის მთავრობის მისი პარტიის ქვეყნის მთავარ მიღწევად მიიჩნევდა რადიკალურად განსხვავებული რიტორიკა არის მის მიხედვით რასაც ჩვენ ვისმენთ რომ ევროკავშირი თურმე საქართველოს მტერია და სულ არ გჭირდება ესეთი ევროკავშირი და თურმე ევროკავშირი ითხოვს რომ საქართველოს და ქართულმა ოცნებამ აღიაროს რომ დედამიწა ბრტყელია და ეს სისულელეები პაპუაშვილისგან, კობახიძისგან, დინარაძისგან, რომელიც როგორც ჩანს გაზდის მას აი ამ პროპაგანდისტული ტვინის რეცხვა, იმიტომ რომ ხალხი არის ცოტა გაბუჟებული, რომ გონიათ რომ იცით ეს მათ არ ეხება, ეს მათ ესე ვთქვათ შესაძლებლობების მიღმა არის მე არ ამბობ ყველაზე ხა ძალიან დიდი ნაწილი საქართველოს მოსახლეობის შეგნებულად უყურებს ამას, მაგრამ ის ვიზეც ეს მუშაობს იმედის მაყურებელს გონია რომ აი ამას შეთავაზებს რომ თურმე რა მოხდა მე რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერდა მე რა მოხდა რომ საქართველოს არ გახდება ევროკავშირის წევრი რა მოხდა მე რომ რუსეთში გავშევალთ მე რა მოხდა და ეს ყველაფერი კეთება იმისთვის რომ ძალაუფლებაში დარჩენ ძალიან დიდი ფული იშოვონ იმდენად დიდი ფული რომ ადამიანი მზად არის თვითკვლელობით დაასრულოს ან მასზე იყოს ცდელობა მკვლელობის ან იმ გამძალადობის რომელსაც ხედავთ იქნება ეს რიჟვაძე თუ ბაჩიაშვილი იმიტომ რომ ამათვის თავარი არის ფულს აკეთებენ ესენი უბრალოდ ქვეყანას წველი უბრალოდ ქვეყანას ხმარობენ ბოლომდე რომ არავის არაფერი არ დარჩეს მათ გარდა და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით გამჭირვალობა კანონის უზენაესობა დემოკრატიულობა ადამიანის უფლებები ჩართულობა ეს ყველაფერი ხელს უშლის იმიტომ რომ ესეთები არიან ვიღაცას თუ გონია რომ სხვანაირები არიან არაფერი მათ სხვა ღირებულება არ გააჩნიათ და ხა წარმოიდგინეთ რაზე არის საუბარი რომ თურმე ევროკავშირი საქართველოს უბრძანებს რომ კაცი აღარ არის და ქალი აღარ არის ხო რა აბსურდში გადავდივართ ხო და თან რაზე არის საუბარი აი ვიზა ლიბერალიზაციაზე როცა საუბრობს დიახ ანა 62 ქვეყანას აქვს არაევროპულ ქვეყანას ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმი ევროკავშირთან. ორი შემთხვევა არსებობს, როდესაც ვიზა ლიბერალიზაცია გადაიხედება, ეს საქართველოსაც ჰქონდა ეს პრობლემა მიგრაციის, უკონტროლო მიგრაციის მიმართულებით იყო პრობლემები, ევროკავშირმა ჩათვალა რომ მოგვარდა და მეორე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. სამი ქვეყანა არსებობს, რომელსაც შეჩერებული აქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. რუსეთი, ბელორუსი და ვანუატუ. ვანუატუ ალბათ ხვდებით რატომ. ჩვენ თუ უნდა ქართულ ოცნებას რომ მეოთხე რიგში რასაც გვეძახის რომ დადგებით რიგში არაუშავს რუსებთან და ბელორუსებთან ერთად დავდგეთ. ვანუატულებს აიჭირმა რომ ვერ ვნახავთ. რიგში ევროკავშირში შესასვლელად რომელიც მინიმალური რაოდენობით ვიზა იქნება გაცემული იქნება ეს სწავლა, იქნება ეს მოგზაურობა, იქნება ეს ჯანმრთელობა, იქნება თუ სხვა საჭიროებები თუ ეს არის რაც ქართული ოცნების ამომრჩევლებს უნდა რომ ეს ამას მიცა ხმა რომ ჩვენ ფაქტიურად უბრალოდ ამ ადამიანების მძევლები ვართ რომელთა ძალაუფლება არ უნდა დატოვოს და სისულელეებს გველაპარაკებიან ტელევიზიაზე და ესეთი მართლა ბრიყვი გონია ხალხი და ამბობენ რომ ეს არის ფორმალური პროცედურა. ფორმალური პროცედურა კი არა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ მიიღებს და გეოპოლიტიკური და კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ შემთხვევაში და იმ პირობებში, როდესაც სომხეთ ევროკავშირი ესაუბრება ვიზა ლიბერალიზაციის დაწესებაზე და საქართველოს ესაუბრება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე. ესე უკან წავედით, რომ სომხეთმაც კი გაგვას, რომელიც გუშინ ფაქტიურად კატასტროფულ მდგომარეობაში იყო და წარმოიდგინეთ ახლა ამდენი ტყუილი, ამდენი ელემენტარულად პროპაგანდა, ეს ყველაფერი არის სამხრივ რეჟიმში ცდელობა, თქვენ კითხვას რომ კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ, ევროკავშირის მხრიდან იყო არაერთი როგორც მრავალფეროვნის სამხრივ ფორმატში, უმაღლეს და მათ შორის ევროკომისარების, სახელმწიფო მეთაურების, პრემიერ-მინისტრების, საგარეო საქმეთა მჟღავნებსაც უმეტესად არ ხვდებოდნენ და რეალურად ევროკავშირმა საუბარი დაასრულა, იმიტომ რომ შეუძლებელია მათ ლაპარაკი. აი წარმოიდგინეთ, ახლა ჩადის ირაკლი კობახიძე ქალბატონ კალასთან და მიდის იგივე პინგ-პონგი, რაც თქვენ ჟურნალისტთან მიდიოდა პრესკონფერენციის. ნორმალად წარმოიდგინეთ, ახლა აქ უკვე სერიოზულ პრობლემებთან იქნება საქმე, უკვე სერიოზულად დაფიქსდებიან თუ ეს არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იმ ქვეყნის, რომელსაც წარმოადგენს, ნუ ალბათ საქართველოს მართლა არ არის ევროპული
პერსპექტივის რეალურად ღირსი. ამაზე უკეთეს, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რა სიგიჟეში შევდივართ, ხო? და აქ ერთის მხრივ ევროკავშირი არის მტერი და მეორე, ესე იგი, დიდხანს ქეკეს და ისევ ამოთხარეს Deep State-ი, ისევ ამოთხარეს გლობალური ომის პარტია და უკვე მე ტრამპი არის უკვე საცოდავი მძეველი ამ გლობალური პარტიის, ომის პარტიის, ყველაფერი თავიდან ეს ისე დაიწყება ომის. მე ხა პირდაპირ გეტყვით რა. აი ეს ტყუილი, რასაც ისაუბრობს ელჩის გადაყენებასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაყენება რომ დომოდა ელჩის ამის არც არ მოერდება გახსოვთ სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ გააკეთა განცხადება რომ კაპიტანი დენიგანის წასვლა არ ნიშნავს მის გადაყენებას, ის ბოლომდე იქნება მის გვერდზე. ანუ ის ბოლომდე არის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი საქართველოში. ამიტომ აქაც ტყუილის პროპაგანდირება ხდება. ის წერილი, რაც ელემენტარულად კობახიძე მიცის, რომ აი როგორ არ უნდა დაწეროთ ChatGPT-საც რო კითხო ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტთან წერილი, ზუსტად ის წერილი დაწერა კობახიძემ. ეს სპეციალურად ისე უკეთდება იმ პროპაგანდისტების მიერ შექმნილი, რომლებიც მათ უწერენ ეს ცალსახად რუსული პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი. შეიძლება ქართულად საუბრობდნენ ეს ადამიანები, ძალიან ბევრი ეგ რუსეთში ადამიანი, ქართველები, რომლებიც ამ სპეცსამსახურებზე მუშაობენ და როგორც ჩანს ინფილტრაცია საკმაოდ მაღალია, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა გახსოვთ ფარცხალაძე სწორედ დაასანქცირა რუსული ინტერესების ინფილტრაციის და იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯერჯერობით უცნობია ვის, ესე ვთქვათ, ვის გავლენის, ესე ვთქვათ, ვიზე ახდენდა გავლენას, ხო, ჯერჯერობით სახელები არ დასახელდა. ამიტომ აი ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე რეალურად და პრობლემა გვაქვს სერიოზული, იმიტომ რომ მარტივად რო დავსვათ. კითხვას დავსვათ ძალიან მარტივად. იცის ქართულმა ოცნებამ რეალურად საით მეკავს ქვეყანა? არ ამგონია რომ იცოდეს, გარდა იმისა, რომ ყველა ხვდებით, რომ რუსეთის გარდა ეს სხვა მიმართულებით არ მიდის. დიდი მადლობა, ვანო. მადლობა. და საქართველოს მოსახლეობას თუ არა? დიდი მადლობა, მადლობას გადაგიხდი კიდევ ერთხელ ჩართ